რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა. სამ კვირაზე მეტი გავიდა და დანიის მთავრობა არ პასუხობს ქართულ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს. თითქმის 3 კვირა გავიდა და ევროკავშირის ხელმძღვანელობაც არ პასუხობს ბატონ ირაკლი კობახიძის მიმართვას და არ გმობს დანიური პოლიციის მოქმედებას. თქვენთანაა ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. ხო ნახეთ დანია. ხო გინდოდათ ევროპა. ხო გინდათ რომ თქვენს ევროპული სტანდარტით იცხოვროთ. ხო და მიიღეთ, არ გაუმართლათ პროჭორილებს. ერთბაშად არ გაუმართლათ არაფერში. ჯერ არ გაუმართლათ რომ მათი ცხოველურ ძალადობა ვიღაცამ გადაიღო. მერე არ გაუმართლათ რომ ეს ვიღაც ორი ჟურნალისტი აღმოჩნდა ერთდროულად. ნამდვილი ჟურნალისტიდან და არა მათი პროპაგანდონი, ამიტომ მასალა ვერ წააშლევინეს. მერე არ გაუმართლათ რომ ამ მომენტში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციაა საქართველოში, რომლის ვიზიტზეც უზარმაზარ იმედს ამყარებენ. ბორია სანქციების გასაუქმებლად, რა თქმა უნდა. და ბოლოს არ გაუმართლათ რომ ბატონი მამუკა მდინარაძე სულ ახალი დანიშნულია სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერად და სწორედ სამართალდამცველებს კურირებს. ხო და ბატონი მამუკა ხომ ასეთ უკანონობასა და გადაცდომას ვერ მოითმენდა. და ხელს ხომ არ დააფარებდა არავის. ხო და აქ კიდევ ერთხელ არ გაუმართლათ. ზოგადად ვითარებაში წინ წყალი და უკან მეწყერი გამართლების შანსი ნულია. წყალსა და მეწყერს შორის მოხვედრა იყო ამ ცხოველების კადრების გასაჯაროება მაინც და მაინც ამ ამერიკელების დასანახად. ამად დასანახად 6 ცხოველი დაიჭირეს, მაგრამ დანარჩენებს რა უნდა უთხრა ახლა. შიდა ქართლი ხომ სამჭედლოა დღევანდელი პოლიციის. ხარებასიები ხო გახსოვთ? გორი, ქარელი, ხაშური. ქარელი, გორი, ხაშური. გორი, ხაშური, ქარელი. და კასპი. და ახლა გამოვიდა რომ ამ ყველას დანარჩენს ეუბნები, აქამდე ხომ გაჯილდოებდი და გაწინაურებდი ხალხის ხერხემალში მტრევისთვის. აწი დაგიჭერო. ეგ როგორ უნდა მოხარშოს ამ ორგანიზმმა ახლა? ან რომელი ორგანოთი უნდა გააანალიზოს? აქვს კი რამე ორგანო, რომელიც ამას მოიფიქრეს და ამდენი ანალიზი შეუძლია. სამაგეროთ ვიცი რომ თეა წოლუკიანმა ყველაზე გულწრფელად თქვა პროჭორილელთა გულისტკივილი. განა უსაყვედურა ამათ ხერხემალში რატომ ამტრევთ ხალხსო? არა, სალაპარაკოს რატომ აძლევთ ოპოზიციას? ისე ქენით რომ არავინ დაინახოს. ყველა პოლიციელს მიმართოთ და მოუწოდო სიფრთხილისკენ. თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და იმ 6 პოლიციელს სადაც ბრძანდებიან უსაყვედურო. თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო. ისიც ვიცი რომ ახლა მიდის ვაჭრობა და დალაგება და თქვენც ხომ იცით რომ მიდის. ჩაჯექი ცოტა ხნით მერე მარიამობას შეწყალება იქნება და გამოხვალ. გურამ როგავაზე მოზაალდა ცხოველებთან ერთადო. საფხულში ყველა შვებულებაშია და იქნებ ვერავინ ვერ გაიგოს. მერე დაგასაქმებ სადმე კოლ-ცენტრის ან კაზინოს დაცვაში, მოკლედ მოგხედავთ. და სანამ შენზე ხარ, შენს ოჯახსაც მივხედავთ. ცოლშუს არაფერი გაუჭირდება. ოღონდ ახლა უნდა ჩაჯდე. ყველაზე რბილი მუხლით. და ასე ასაჭირო. მესმის რომ არ გინდა, მაგრამ საკუთარ თავს დააბრალე. რაღა ჟურნალისტის ფანჯებს ქვეშ მოგინდა ამათი ცემა. მიგეთრია განყოფილებაში და დაგენაყა სიფათი, ვინგიშლიდაო. ახლა კი ბოდიშს მოვა და 31 მაისს პოლიციის დღეს შამპანურებს აუცილებლად შემოგიგზავნით საკანში. პოლიციელი მირია, ხო გახსოვს? ხო არის ხალხი, ვიზაც პირველი რეაქცია გაქვთ. ეს აქამდე რატომ არ ზის? ხო და სუსმა დაიჭირა გულბაათ რცხილაძე. ბევრი წლის დაგვიანებით, მაგრამ დაიჭირა. ორი ქვეყნის ჯაშუშობისთვის. კაი მადა კი ქონია. არ ვიცი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა იყო ბოლო წვეთი, მაგრამ ბოლო საჯარო გამოჩენა იყო ეს. წინა კვირაში. Мероприятие посвящено новому проекту Института Евразии. ევრაზიის ინსტიტუტი მეგობრებთან რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. აღვრიცხავთ ყველაფერს, რას რუსოფობიასთანაა დაკავშირებული საქართველოში. სამწუხაროდ ასეთი რამ ჯერ კიდევ არის. В Грузии. და ვინ იზამს ამ საღვთო და საშვილიშვილო საქმეს? ვინ არიან ევრაზიის ინსტიტუტის მეგობარი ორგანიზაციები? აგერ ზაზა დავითაია, ასავალ-დასავლები და კომპანია. აგერ თემურ ფიფია, კომპარტიის ერთ-ერთი ბელადი. აგერ თვით პაატა აბულაძე, ორი შვილი რომ რუსი ჯარში ყავს უკრაინის ფრონტზე, ტუჯზე კოცინთ რომ ხდება დონეცკელ ტერორისტებს და მუდმივად უსვამს ხას რომ კახა კალაძის იძია. დისკმარი. ხო, სერიოზული და გავლენიანი კამპანია შეიყარა. იმიტომ რომ უსერიოზულესი დავალებები აქვთ მიღებული.
Этот мониторинг მარტო ხმამაღალ განცხადებებს არ გავაკეთებთ. შევისწავლით კანონმდებლობასაც, რომელიც შეიძლება ახალისებდეს რუსოფობიას. შევისწავლით რა კანონი აკლია საქართველოს და რა უნდა გქონდეს, რომ აღკვეთოს ეს გამოვლენები. ინფორმაცია გამოქვეყნდება კვარტალში ერთხელ ჩვენ საიტზე და რუსეთის უწყებები და ყველა დაინტერესებული პირი ისარგებლებს ამ ინფორმაციით. რუსოფობია პირველ რიგში საქართველოს აზიანებს. проявление русофобии. ახლა ეს ტერორისტების ძმაკაცები და ჩეკისტ კომუნისტების გამправებლები პუტინისგან დამსახურებულ მედლებს რომ იღებენ. მე და თქვენ დაგვითვლიან, რამდენჯერ ვიტყვით პუტინ ხუილოს და რამდენჯერ ვინატრებთ რომ მორდორი უნდა დაიქცეს. ალბათ დაგვითვლიან რცხილაძის გარეშეც, იმიტომ რომ სხვები გარეთ რჩებიან კალაძის ოჯახის წევრების თამადობით. რუსოფობიასთან ბრძოლაში ერთიანდება ის ბალასტი, რომლის არსებობა წარმოშობს რეალურად რუსოფობიას. ესენი რომ არ დადიოდნენ წილხვეთში, ჩრდილოელ მეზობელს ამდენი მაგინებელი არ ეყოლებოდა. ესენი რომ არ მართავდნენ კონფერენციებს ფსბ-სთან ერთად, ამდენი საგინებელიც არ იქნებოდა. მურტალი პროფესია მაქვს და რუსეთის იმპერიის დიდ სიყვარულთან ერთად ხანდახან კითხვებიც მომივლის ხოლმე. და ახლაც მაქვს კითხვა, ოღონდ უკვე იმ ხალხთა, ვინც თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებს. სამოქალაქო სექტორისთვის ნებისმიერი დასალური დახმარება რომ დაბლოკეთ და ყველა რო აგენტად გამოაცხადეთ. ხომ არ დაინტერესებულ ხარ, ჩემთხვევით საიდან მოიტანა ვინმე რცხილაძემ ამ კონფერენციების ჩატარების, მკვლევართა ჯგუფის შექმნის და იურისტების რაზმების დაქირავების ფული. ვინ მისცა ეს ფული? რა სახით? რა ვალუტაში? და რა გზით? ჩერეს სუსი ისევ როგორც აქამდე? წლების განმავლობაში როგორ მუშაობდა უპრობლემოდ ის და მისნაირები, სანამ ირანთან მეტი ფხის გამოჩენა არ მოგთხოვათ ტრამპმა, ვისაც ახლა თვალებში შესცინებთ, ოღონდ სანქციები გააუქმოს თქვენს ტრეუგორნიკს. ისე კი რად უნდა რუსეთს რუსოფობების სია. დაალაგებენ ანბანის მიხედვით. რუსული ანბანით ალბათ და მერე? საჩემ პუტინში გაიკეთებენ ამ კატალოგს. საქმეც ეგა 1921-ში წითლები რომ შემოდიოდნენ, თან ჰქონდათ უკვე დასაჭერების და დასახვრეტების სია. ახლაც ახალმა დემოკრატიულმა რუსეთმა, ბატონი ბორისის მეორე სამშობლომ, მიიღო კანონი, რომელთაც საკუთარ თავს დართონება შეიყვანოს ჯარი ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც რუსეთელებს საფრთხე ემუქრებათ. თუმცა რაღა საფრთხე აგერო, კონფერენციებს მართავენ და ახალი დიადი საქმეებისთვის ემზადებიან. კიბერი მატერი. ისე ჯობს გვიან ჩააყუდო, ვიდრე არასდროს. წლის ვიოლეტა ფილიპოვა, ექიმი, პედიატრი, ქმარს ეყრება. ჯერ ნუ მისერ, ჯერ არ გაყრია და არც თქვენი თავი აქვს, ახლა ზედმეტად ტრავმატული ურთიერთობა ვერ დაასრულა. იმიტომ რომ სასამართლო გაეწელა ამ ქალს. სასამართლო კი, იმიტომ გაიწელა, რომ მისი ქმარი ყველა ორგანიზაციას ემუქრება ფიზიკურად. ქმარი კი იაროსლავ ფილიპოვია. ბოდიში, აწიაც იაროსლავი. ერთბაშად ორი ტაძრის მღვდელი რუსულ ტატარსტანში. თან ავტომატიანია ეს მოდელი, იმიტომ რომ SVO-ს მონაწილეა, ანუ უკრაინაში მებრძოლი რუსული დანაყოფის მეთაურის მოადგილეა. ხო, სწორად მივხვდით, პირად შემადგენლობასთან მუშაობის საკითხებში. და ცოსაც ემუქრება. რამე არ მიქარო, თორემ ყველას გადაგცხრილავთ აქო. ეს ჩვენი ვიოლეტა სასამართლოში ჩივის. რუსის ბარაბანივით მირტყავს, მახრჩობს და ბალიშით მგუდავს, რა კი ჩემზე ეჭვიანობს. ხა არ ვიცი რა მიზეზი აქვს ბლაღაჩინის ეჭვიანობისთვის, მაგრამ ცოლს მაშინაც კი უღრახუნებდა თურმე რუსის ბარაბანივით, როცა ეს გოგო ფეხბზიმეთ იყო. ფეხის ჩამაზილო ჩვენებაში ამბობს ფოფოდია. ამ ცემატყებაში 28 წლის ქალმა სამი შვილი გააჩინა. პირველი საჩივარი მხოლოდ 2025 წლის დასაწყისში დაწერა. შეიტანა განქორწინების განცხადება და ბავშვებიანა წავიდა თავისიანებთან. გადაბარგდა. მაგრამ ატეცი აროსლავმა შემხედრი საჩივარი დაწერა, ბავშვები წამართვა და სექსზე მეუნებოდა უარსო. თან დაურთო თავისი საუკეთესო დახასიათებები მეთაურებისგან. რუსულ სასამართლოებში მოქმედებს მითითება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს მიუვიდა ყველას. შეაჩერონ საქმეები, თუკი ამ საქმეების ფიგურანტები უკრაინაში ომობენ და არ ცხადდებიან პროცესზე. ამიტომ ბლაღაჩინისა და ფოფოდიას გაყრის საქმე არის განუსაზღვრელად გადადებული ამ მომენტისთვის. მთელი ამ წელიწადნახევრიანი წიოკის განმავლობაში ვიოლეტამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ გაეუქმებინა ჯურისტერა. ყაზანის მიტროპოლიტს მისწერა წერილი ვიმრუშევ და არ ვარ ღირსი ფოფოდიას მაღალი წოდება ვატაროო. მიტროპოლიტს ახლა რა ეკნა, საეკლესიო ქორწინება ეგრევე გააუქმა. თუმცა ახლა ამტკიცებს ქალი არასდროს მიღალატია და მოვიტყუე რა კი მეშინია რომ მღვდელი ქმარი დაქონცავსო. ეს ცოლისა და დედის შიშია. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ეს გარეკილი ატეცი აროსლავი ფრონტზეა და იქ რუსი სალდათებს სულიერად აძლიერებს. ხო, ეტყობათ იმათაც რანაირი მოძღვრები ყავთ და რანაირი ქვეყანა. თქვენთან იყო ვაშე გადაცემა და თენგიზ გოგოტიშვილი.
მოიწონეთ, გამოიწერეთ და გამოგვეხმაურეთ YouTube-ზე, Twitter-ზე, Facebook-ზე და Instagram-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური მაშინ გადაცემა.